რეალურად ვეფხისტყაოსანი და მერანი თუ მხედრის პერსპექტივას გვიხსნიან, იქ ავთანდილის ანდერძს რო ვკითხულობთ, იქ პირველ პირში არის დაწერილი. ეს ქენი, ის ქენი, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამიტომ წავედი. მერანიც პირველ პირში არის დაწერილი. ის გველაპარაკება. მაგრამ რატიანთან უკვე რაინდები აღარ გვიყვებიან ამბებს. ამბის მომყოლები გახდნენ საზოგადოება. ის საუბრობს პირველი პირის მრავლობით რიცხვში, ანუ ჩვენ. და ეს ჩვენ არის ის ხალხი, რომელიც ჩაკეტილი ფანჯრის მიღმა იმალება, მათ ესმის მიშველეთ და გარეთ არ გადიან. ისინი გვერდით არ უდგებიან მშიერ რაინდებს. ზუსტად ესე წერს ზვიად რატიანი. ვინ არიან ეს მშიერი რაინდები? მშიერი რაინდები არიან ზუსტად შთამომავლები იმ ავთანდილის, სახეცვლილი ავთანდილის მერნის ლირიკული გმირის და მოვიდნენ დღემდე. მაგრამ ლექსის ბოლოს თუ გახსოვთ, იქ უკვე მშიერი რაინდები კი არა, შეშლილი ფანტომები წერია. ანუ ეს მშიერი რაინდები, რომლებიც ალბათ რაღაცა კლდიაშვილი რო აღწერს გაძვალტავებულ ცხენს, ეგეთ ცხენებზე შემომსხდარები იყვნენ, საერთოდ გარდაიცვალნენ, აღარ არიან, ისინი ფანტომებად, სულებად იქცნენ. და თანამედროვე პოეზია, ქართული პოეზია, გვიყვება იმ ქართული საზოგადოების შესახებ, რომელიც სრულიად დაცლილია ავთანდილობის იდეიდან. ჩვენ არათუ იმთავითვე გამარჯვების, არათუ მომავალში გამარჯვების, არამედ ავტომატურად დამარცხებული პერსპექტივიდან ყვება.